მოცული იმ დღით და საათით, როდესაც კითხვები დაისვა. რატომ იცით? ეხლა როდესაც დაისვა პროკურატურის. მე პირადად ვიყავი ბრიუსელში. დიახ. ძალიან სერიოზულ ფორუმზე. და გავასიტყვით გამოვდიოდი და იქ პრესკონფერენცია მქონდა და უცებ ვიგებ მეც ასე ახალი ამბებით. ცოტა არ იყოს ვიფიქრე რომ კი, მაგრამ ხო შეიძლება ან 2 დღით ადრე, ან 2 დღის შემდეგ. მაგრამ ამასობაში პროკურატურას თავისი სქემა აქვს და გეგმა აქვს და გრაფიკი აქვს. კარგია რომ აი ესე მე პრაქტიკულად ტრიბუნაზე მდგომა გავიგე ეს ამბავი. არ არის კარგი. მეორე ამბავია, კარგი იქნებოდა პროკურატურას რომ ჩემს ან ვინმეს პრემიერ-მინისტრის წასვლა-წამოსვლაზე ან არჩევნებამდე 2 თვეა თუ 3 თვეა ამაზე დაყრდნობით და აქედან გამომდინარე იღებდეს გადაწყვეტილებებს, უარესი იქნებოდა. ამიტომ მე ვისურვებდი რომ ყველა პროკურატურაც, პოლიტიკოსიც, ჟურნალისტიც კი სანამ ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ აი დღეს ხვალ თუ ზეგ კიდე ბევრი რამ გავითვალისწინოთ. მათ შორის მაგალითად დღევანდელ უკმაყოფილო პროკურატურით რამდენადაც უფრო უკმაყოფილო ვიქნებოდი, მათ რომ დაერეკათ ჩემთვის და ეთქვათ რომ იცით რა სააკაშვილის დაკითხვას ვაპირებთ და როდის თვლით რომ იქნებოდა სწორი. აი მაშინ უფრო უკმაყოფილო